ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, იქნება ეს მართლობის კარგი მართლობის რეიტინგები, საქართველოს არის ლიდერი. სწორედ აი ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველოს ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელს, საკუთარ ბრენდს საქართველოში, ამ ბრენდი ჩემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში. არის რიგი პარტიები, მათ შორის თქვენ ტელევიზიიდან ხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ მიმართული არის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი. ამიტომ ამ საკითხებზე რა თქმა უნდა ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა გაუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილებას, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად ჩვენ ზუსტად ამ სულისკვეთებით მოვხდით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ საჩელზე, შესაბამისად მეოთხე პარტია დაემატება ფედერალისტური პარტია, გამომდინარე იქიდან, რომ იმ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის რეალური ლიდერები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მაღალჩინოსნები. ბლაჟევიჩის რადიკალურ დაჯგუფებასაც შეეხება, რასაც ის ატრენინგებს, პირველი არ არის, იმაქამდე იყო აკერმანის დაჯგუფება, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფება, რა ვიცი, ქართული არაფერი არ მოსწონს მოკეთ ამ ხალხს, არ ვიცი, ვერანაირად ინსპირაციას ვერ პოულობენ თუნდაც ქართულ პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ რომ უცხოელების მარიონეტები იყვნენ. მთავარი პრინციპი, რითაც საიდან წამოდის სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში, ეს არის რომ არ ამნოა. ისე უნდა მიუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგი. ვიცით რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველა უპრესკოლის პრობლემაც. ვინაიდან არ აქვს შინაარსობრივი არგუმენტები საკითხებთან დაკავშირებით, არ აქვს პოზიციები, რომლებსაც ისინი დაიცავენ და ამავდროულად აქვს დავალება, რომ რაიმენაირად თავს დაესხან ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ რჩებათ, რომ თუ გარდა იმისა, რომ ლანძღვით გაიტანონ თავი და კიდევ ერთხელ ამაში მათ ხარს უბავენ გარედანაც. შეგახსენებთ რასა იუკნევიჩიანებს და მსგავს ადამიანებს, რომლებიც კიდევ ფაშისტური ტერმინებით მიმართავენ ქართველებს და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხმედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სულ თანხმედრაში კი ის გულისხმობს და ამბობენ, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები. თუ ეს პირდაპირ წერია, ეს ნიშნავს, რომ უნდათ რომ შეგვიყვანონ ესკალაციაში რუსეთთან, რაც ბოლოსში ნიშნავს ომს.